გამარჯობათ. დღეს მინდა ვისაუბრო მომბლის საჭიროებაზე მეკვერცხული ფრინველების გუნდში. ფერმერულ ლიტერატურაში და YouTube-ის ვიდეოებზე შეიძლება წავაწყდეთ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, რომელში გარკვევაც შეიძლება საკმაოდ რთული გამოდგეს. არა სპეციალისტისათვის, რა თქმა უნდა. საინკუბაციო კვერცხის წარმოებისას ყველაფერი ცხადია. მამალი აუცილებელია და ეს როგორც წესი არის 1-10 შეფარდებით, ხოლო მძიმე და სახორცეს ჯიშებში 1-6-1-7-თან, ანუ უფრო მცირე შეფარდებით გახლავთ. ეს არის მამლების პროპორციის აღება მარაგით, რომ საინკუბაციო კვერცხი დიდი ალბათობით განაყოფიერებული იყოს. განაყოფიერების 80% უკვე დაბლად ითვლება. როგორც წესი, ერთი მამალი და 10 დედალი გუნდში არასოდეს არ ახავთ. რეალურად უფრო დიდ გუნდებს ინახავენ ხოლმე, მაგალითად 3 მამალი 30 დედალზე ან 10 მამალი 100 დედალზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ზოგიერთი მამალი შეიძლება უნაყოფო იყოს, ამიტომ დიდი გუნდის შენახვა უფრო სტაბილურ კოეფიციენტს გვაძლევს განაყოფიერების. განსხვავებული სიტუაცია აბსოლუტურად, სადაც საკვები კვერცხს აწარმოებენ და არა საინკუბაციოს. ავტორების ნაწილი გვეუბნება, რომ მამლები კვერცხდების სტიმულაციას ახდენენ, რაც არის პრინციპში სიცრუე. არანაირ სტიმულაციას მამლები არ ახდენენ. ეს ავტორები როგორც წესი კომბინირებული საკვების მწარმოებლების დაფინანსებულია, მათი ინტერესი კი არის კომბინირებული საკვების გაყიდვა. ერთის დასრული მამალი წელიწადში 50 კილოგრამს მოიხმარს, გარდა ამისა, დედლებს რომ არ ბენინებს და მოსვენების საშუალებას არ აძლევს, დედლები ძალაუნებურად იწყებენ მეტის ჭამას, რაც საკვებზე მოთხოვნილებას ზრდის. ეს კი აწყობს კომბინირებული საკვების მწარმოებელს. მეორე კატეგორია, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ზოგი ბიომეურნეობის მომხრეა, ზოგი უბრალოდ თავის ვიდეოზე ყურადღების მიპყრობის მიზნით ამტკიცებს საწინააღმდეგოს თან შეთქმულების თეორიებზე აპელირებით, რომ მამლების მოცილებით კვერცხდება უმჯობესდება 15-18%-ით. ეხლა 15-18%-ით კვერცხდების და ეს არ არის მცირე რიცხვი და რაც მთავარია ეს სიმართლეა. მცირდება საკვების ხარჯი ერთ ფრთაზე. დედლების უმეტესობას უმცირდება სტრესი, მათ აღარ სჭირდებათ საკვებით მიღებული ცილის დახარჯვა დაზიანებული ზურგის კანზე და ბუმბულის აღდგენაზე, რაც ასევე სიმართლეს წარმოადგენს. ამიტომ ფულის საკეთებლად მეკვერცხული ქათმების გუნდში უმჯობესია არ უყავდეს მამალი და ეს ასეა. სერიოზული სამეცნიერო ლიტერატურაში ბევრი ინფორმაციის მოძიება შეიძლება ამ თემაზე. ასევე საკვები ღირებულებით, ცილის, ვიტამინების შემცველობით, განაყოფიერებელი და გაუნაყოფიერებელი კვერცხის შემადგენლობა ითვლება ერთნაირად. საგემოვნო თვისებებით ასევე ერთნაირია, ვერანაირი ექსპერტი ვერ გაარჩევს გემოთი. ხოლო მაცივრის გარეთ შენახვის შემთხვევაში გაუნაყოფიერებელი კვერცხი უფრო დიდხანს ინახება. ამიტომ კვერცხის მწარმოებლები სწორედ გაუნაყოფიერებელ კვერცხს აწარმოებენ. ეხლა ჩემი მოკრძალებული აზრი, მე არ ვაპირებ მამალი მოვაცილო დედლების გუნდიდან, მაგრამ შეფარდება მაქვს 1-20-თან. აქტიური და ნაყოფიერი მამლის შემთხვევაში სრულიად საკმარისია, მხოლოდ იმიტომ რომ კვერცხების განაყოფიერება ეს არის ბუნებრივი პროცესი, ეს არ არის ჩემი არგუმენტი. ბუნებრივი ადამიანისათვის საუკეთესოს ყოველთვის არ ნიშნავს. ბუნებრივად რომ ვცხოვრობდეთ, უნდა ვიყოთ გამოქვაბულში, მაგრამ გამოქვაბულში არ ვცხოვრობთ, ხომ? ეხლა პირველი დავიწყოთ იმით, რომ განაყოფიერების პროცესს დედლისათვის რაიმე სიკეთე არ მოჰქონდეს, არ მჯერა ამის. შესაბამისი ექსპერიმენტები ფრინველებზე არ არის, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანებზეა შესაბამისი ექსპერიმენტი ჩატარებული. და ამ ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ არაერთი ჰორმონის დონის ცვლილება ქალის ორგანიზმში სქესობრივი აქტის შემდეგ ხდება, თან სერიოზული ცვლილება. მაგალითად, სქესობრივი აქტის შემდეგ ქალის ორგანიზმში პროლაქტინის დონე ორჯერ მატულობს და ასარჩება მინიმუმ 3 საათის განმავლობაში. ცხოველებში და ფრინველებში შესაბამისი კვლევა არ არის, მაგრამ არ მგონია, რომ პრინციპულად განსხვავებული იყოს რამე. როცა ქათმების გუნდში მამალი არ არის, ან არასაკმარისია, ხშირად ისე ხდება, რომ პატრონის ახლო მისვლისას ან ხელის დაქნევისას დედალი ჩაჯდება, თითქოს მამლის ზურგზე მისაღებად ემზადება.
რასაც არასოდეს არ აკეთებს სქესობრივად მომწიფებელი წიწილა. ასეთი ქცევა მხოლოდ იმის ნიშანია, რომ მამლის არარსებობა ასევე სტრესია. შეიძლება 1-10 შეფარდებისას, რაც მამალთან ხშირ ურთიერთობას ნიშნავს, ეს დედლებისათვის სტრესი იყოს, მაგრამ 1-20 შეფარდებისას სტრესი მინიმუმ 2-ჯერ მცირდება, ხო? ეხლა როგორია კვერცხდება 1-10 შეფარდებისას, ანუ სამრეწველო შეფარდებისას და უმამლობისას ეს კი ბატონო გარკვეულია, მაგრამ აი 1-20-თან შეფარდებისას მონაცემები უბრალოდ არ არსებობს. ეხლა რაც შეეხება კვებით ღირებულებას, ლიტერატურის დაწვრილებითი შესწავლის შემდეგ მივაგენი ინფორმაციას, რომ თურმე არის სხვაობა განაყოფიერებულ და გაუნაყოფიერებელ კვერცხს შორის. განაყოფიერებული კვერცხი შეიცავს ნაკლებ ქოლესტერინს და მეტ მონო და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რითაც განაყოფიერებული კვერცხი უფრო სასარგებლო ხდება ადამიანისათვის, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანებისათვის. თუმცა ეს განსხვავება ითვლება მცირედ და ამ ინფორმაციის საფუძველზე, თქვათ, კვერცხის მრეწველობისათვის რეკომენდაციები არ არის შეცვლილი. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.